მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში ორი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პატარა მწერლები და გაიწაფე მხატვრულ კითხვაში. ამ სახელწოდების პროგრამები საკლუბო მიმართულების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, წერითი მეტყველებისა და საჯაროდ გამოსვლის უნარების განვითარებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამებს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი პარტნიორ სკოლებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ორივე პროგრამა მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ლიდერთა კლუბების ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ამ ბავშვებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავის შესაძლებლობები. შეძლეს ის, რომ ის ნიჭი მხატვრული წერისა არ დაემარხათ და როგორც ტალანტი და გაემრავლებინათ და სხვისთვისაც გაეზიარებინათ ის სილამაზე, როგორ ლამაზათაც ისინი ხედავენ, ესე იგი, გარე სამყაროს და მე ბავშვებსაც ვუთხარი, აღფრთოვანებული დავრჩი იმ დიდი პასუხისმგებლობითა და იმ დიდი, ესე იგი, ნიჭით და გამბედაობით, რომ მათ ესე იგი გაბედეს და ის თავის სათქმელი, რასაც ყველა ვერ ბედავს, რომ გამოხატოს, მიადეს, ფურცლებს და სხვასაც გაუზიარეს და როგორი პასუხისმგებლობით და ფაქისად ეკიდებიან სიტყვას. რომ მათ აქვს გააზრებული, რომ სიტყვით შეგვიძლია ავაშენოთ, გავალამაზოთ ადამიანის ცხოვრება, ან სიტყვით შეიძლება დავანგრიოთ ყველაფერი და მათ ზღაპრებში ნამდვილად ჩანს მხარდაჭერა სიკეთისა, სიყვარულისა და სილამაზისა. და რო კითხულობ ამ ზღაპრებს, თითქოს აი ემზადებიო იმ დიდი უმაღლესი მშვენიერების საჭვრეტად, რასაც უფლის დიდების ჭვრეტა ქვია. დავითიანი ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას, მათი უნარების გამოვლენას. სწორედ აი ამას ეძღვნება დღევანდელი დღე. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდებთან ძალიან ბევრი შრომა გავწიეთ ჩვენმა გუნდმა, რომლის შედეგი წლის ბოლოს არის სხვადასხვა პროექტები და ესეთი პროექტების საპრეზენტაციო ჩვენება მოეწყო დღეს. გვაქვს ორი გამორჩეული პროექტი, გაიწაფე მხატვრულ კითხვაში და პატარა მწერლები, რომლის ფარგლებშიც დღეს მოეწყო ეს ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო და რაც თავარია, გვახარებს ის, რომ ახალგაზრდებმა ნამდვილად იგრძნეს თავი დაფასებულად, მოტივირებულად და ვფიქრობ, რომ ბევრი მომავალი მწერალი გვეყოლება მსგავსი პროექტების ინიციატივით და ინიცირებით და დავითიანი ყოველთვის გააგრძელებს ესეთი პროექტების ხელშეწყობას, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალს ჰქონდეს და ჰყავდეს შემოქმედებითად ძლიერი ახალგაზრდები. ეს იყო პროექტი, რომელიც საკლუბო მიმართულების ინიციატივითა და იდეით შეიქმნა და ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეებს, კონკურსის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება შეექმნათ ზღაპრები და განავითარებინათ საკუთარი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. დღეს მოხდა ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია, რომლებშიც წარმოდგენილი იქნა მოსწავლეების ნამუშევრები. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თითოეულ ზღაპარს თან ერთად ეკლაბის მიერ გენერირებული ილუსტრაციები, რომლებმაც კიდევ უფრო განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოსწავლეების ნამუშევრებს. კონკურსის მონაწილე დავითიანში გაიწაფე მხატვრულ კითხვაში, რომელიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი შესაძლებლობისთვის დავითიანის წევრებს, რომლებმაც ეს პროექტი დააორგანიზეს.